Hi. მოგესალმება თქვენი მსისხივი. როგორ ახერხარ? მე რა შედარება, კარგად ვარ. კარგად ამღაბებს ძალიან გთხოვთ, ნუ მივაქცევთ ყურადღებას, ასე რომ აქ ჩამოკონწელებული სახე, მაშინ მიჩანს ასე, თორე ისე არა მაქვს. დიდად რა თქმა უნდა. არა თავს რო ვხრი, ეს ხა ნერვები მეშლება. კაი. არ არის ხა დიდი პრობლემა ამ ეტაპზე მით უფრო. ასე. მოდი, მე რას ვეძებთ? ეს გამწარებული რატო? დავისხათ ჩვენი მუსი, მე ხო მუსის და ჟილეს გაჩ სიცოცხლე არ შემიძლია რა მეშველება ხალხო არის. მაგრამ რომ მიყვარს ესე გადატკეცილი, გადაკვანწული, რა გინდა რომ გააკეთო. შვენიერი გოგო ხარ. გავიშალოთ ხელები, უბრალოდ გავისუფთავოთ. ჩვენი ტურში, რომელიც ვიყიდე, მოზაიკაში და ძალიან მომწონს, ჩემი დიდი რეკომენდაცია ამ ტურს ხოთაშურს. რა ვიცი, მე მომწონს და ვერ გეტყვით. ხო, ეს წარბის ფიქსატორი გაჩვენეთ. ოხ, დაგაკვდა ეგ პენუარი. დავლიოთ ყავა. აჰა, გავისწორ. დავიტანოთ სახეზე. ჩვენი რუმიანა, რომელიც ძალიან მიყვარს და აღმოვაჩინე, რომ ძალიან მიხდება სხვათა შორის. ოღონდ ისე როგორც მისვია და არა დაბლიდან ადრე რომ ვისვამდით ხოლმე ეგრე არ მიხდება. ასე სხვანაირად მიჩანს სახე მეგობრებო. მე დედა ეხა მოვდა ყველა სპორტწიალი ქუჩაში და ძმობაზე ლაპარაკი. ალბათ თქვენც გაიგებთ ვიდეოში ხმას. ოშოთი კაცო ვინახავთ. გავახმოვანებინე. დავიტანოთ წარბზე ჩვენი ფიქსატორი. რომელიც ტექსტურა ძალიან მომწონს, სხვათა შორის არ ახმობს ძალიან. თითქოს არ გისვია ამ დროს, ხო ისაუცრებად გისვია. კი ბატონო. ძალიან მომწონს. თუმცა სხვანაირიც მინდა ვიყიდო მე, მაგრამ რა თმინდა ორი? რაც ვერ გეტყვით, არ ვიცი. ჩვენი ტურში თორცდები განსხვავებას გაჩვენებთ, კიდეც არ მახსოვს ახლა ვნახოთ. მედი მაქვს დაინახავთ განსხვავებას. მე ისეთ გრძელი წამწამი მაქვს, მაგრამ მაინც ხო გაჩვენეთ, მაგრამ რამდენად დაინახეთ არ ვიცი. ჩემს წამწამებს არ სჭირდება ჩხუბი, მოდი ბიჭო, აიპრიხე და რა გჭირს. ძალიან მარტივად ჰოპ სამთვლაზე არის აპრეხილი. ოხ რა მოვიკოდე, ხა იცი არ გაშრებოდა, ხო? ჩემს თავს ტარს ვუკრავ, რომ დილით ავდექიასი ადრე. ხო, აქ ტუშის გაშრობა მიმდინარეობს, იმიტომ რომ მე რაღაცა არ მოწონს. დაილოცოს ჩემების მესამე სართულის განათება, იმიტომ რომ თქვენ ესეთი კარგი განათება არ არის. აბა ეხა თუ დადგები. არაფრით არ არის ხო და ძალიან მომწონს ეს განათება, ვგიჟდები. ხო, ამასობაში -21 კილო დავიკელი. 21. და კიდე რა ვხიდა. ხო, კი ბატონო. აბა კომის ვაჭიშებს რაც შეეხება, მე უკვე შედეგი მაქვს. ამიტომ ახლავე გაჩვენებთ უცებ სწორად ვაკუუმი როგორ უნდა გააკეთოთ კიდევ ერთხელ. მოკლედ. ვიღებთ სუნთქვას. ცხვირით. როცა გამოვუშვებთ გამოშვების პროცესში ნახეთ. შეხედეთ გამოშვების პროცესში რა ხდება. ვისრუტავთ მუცელს გამოშვების პროცესში. შეიცურთხეთ კარგად. კარგად დგავართ. ახლა არ მინდა დიდად გავაჩერო, იმიტომ რომ უკვე ყავა მაქვს მირთმეულ და წყალი ეს უზმოზე კეთდება. სულ ეს არის ვაკუუმის ვარჯიშები, სადამდეც გეყოფათ, ასე ვთქვათ, ეს გამოსუთქვა და ჩასუთქვა და ყველაფერი, იქამდე გააჩერეთ, ძალიან არ გადააჭარბოთ, რა თქმა უნდა. ხო და წარმატებულ დღეს გისურვებთ. არ ვიცი, დღეს თავი ძალიან ველაბაზება, ალბათ, იმიტომ რომ
ვაფერი მიხდება, არ ვიცი. ხო და უკეთ ესეთი ამბავი, წავიდეთ სამსახურში, დაიწყო ახალი დღე, ახალი გამოწვევები, ახალი დაღლა, ახალი საქმეები, მაგრამ მე მივეკუთვნები ადამიანს იმ კატეგორიას, ვისაც უყვარს ფორიაქი, ვისაც უყვარს გადარბენა, ვისაც უყვარს ეს ქაოსი და ზოგადად ჩემთვის მუდმივი სახში ჯდომარი მომაბეზრებელი გოგოება მივხვდით იმისა, რომ მაქვს ჩემი საქმე და აქაც ვაკეთებ და დოდონა და რა ვიცი, ერთი წუთი არ მაქვს იმისათვის, რომ მოვდუნდე თუნდაც სახლში. ჩემი ცხოვრება მაინც არის გარეთ კომუნიკაცია ადამიანებთან და სულ ვამბობ და არაერთი ვიდეო მიუძღვენი ამას, რომ ის ჩემი ემოციური მდგომარეობა რაღაცა პერიოდი რომ მქონდა, ერთ-ერთი რაც იყო კარგი და რითაც დავამარცხე, ეს იყო გარეთ ადამიანებთან კომუნიკაცია, გარეთ გასვლა, მრავალფეროვნება რაშია, გარეთ. სულ სახლი არ გვინდა, არის მომენტები, როცა აი სახლში მინდა, აღარ მინდა არაფერი, მაგრამ აი რაღაცა 2 დღის მერე ვხვდები, რომ ხო, და რაღაცა გიჟივით დავსეირნებ და ვათვალიერებ რაღაცებს და დავდივარ. ეს არის აუცილებელია და თან რა არის, იცით? მე რაღაცაზე აღარ ფიქრობ რაღაცა პრობლემებზე, იმიტომ რომ ტვინი სხვა რამით გაქვს დაკავებული და ამ ყველაფერს რაღაცას ვეღარ ასწრებ თითქოს რა. ხო და ამიტომაც ძალიან კარგია გოგოებო. საქმე უნდა გქონდეს. ეს ვფიქრობ. ჩვენი საქმე ნახე არიან ადამიანები, ვისაც სახლში ყოფნა უყვართ და მათი კომფორტის ზონა ეგ არის. ეგეთი ადამიანებიც არიან. ნუ როცა შენი კომფორტის ზონა და გარეთ დისკომფორტი გაქვს, მაშინ სახლში უნდა იყოს, თქვა და ეხლა რაღაცა სახლში ყოფნა ცოტა დისკომფორტს გვრის რაღაცა პერიოდის მერე ვიღლები და სულ მინდა რაღაცა ფერები შევიტანო, მე რაღაცა წრეებზე ვიარო და მე რაღაცა ისინი მაქვს ხოლმე. დედა რა გოგო დავდექი. ასე გავისწოროთ ზედა, ხო და მარიამი დღეს მიყავს მამამის. მაგარია ბაბა. გაერთერთ არაჩვეულებრივი აუდი, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა გავიკეთო სათვალე, იმიტომ რომ ცრემდით არ გარდავიცვალო შუა ქუჩაში. ასე რომ წავედით. ხო, YouTube-ს ცოტა ისეთ დროს ვეღარ ვუთმობ ეს დღეები, სანამ ცოტა დავლაგდები. და რაღაცა იმას დავალაგებ, რა ქვია, დაღლებს დავალაგებ. მაგრამ ხა სამსახური აბა როგორ გინდა, ხა ბოდიში. ფეხზე არავინ გადაკადებინებს. შენი ბიზნესიც რო იყო საკუთარი, შენი ბიზნესი იქაც ვერ გადაიდე ფეხს და თუ გადაიდე, ჩათვალე ეგ ბიზნესი ვერ აგიყვავდება, ვერასოდეს. ყველა დიდი დანაშაული ეგ არის ხოლმე, რომ რაღაცას რო იწყება, გონიათ რომ თვითონ უნდა გადაიდო ფეხზე. ამ დროს ყველაზე მეტი შენ უნდა იშრომო და მით უფრო როცა სხვის დაქვემდებარებაში ხარ ხო საერთოდ. ახლა მით უმეტეს რაც ეს ბაღის ამბავი მოხდა და ბავშვის გარდაცვალება დაფიქსირდა და ახალციხეში ასეც მეგუში გესაუბრებთ და ბოდიში ცოტა მძიმე ვიდეო იყო და ამისათვის ბოდიც გიხდით, მაგრამ ეგ იყო რეალობა რაც იყო. დაერწმუნებული ვარ, რომ დედაც მეუბნებოდა ყველა ბაღში, ყველა მშობელი იქნება ახლა უფრო მეტად დაძაბული და დაფეთებული. ნუ რაღაცა ხვდებით რა. ამიტომ ალბათ ყველა უფრო საგანგებო რეჟიმზე გადავალთ, ასე ვთქვათ. ჯერჯერობით საგანგებო რეჟიმზეა 24/7-ზე. მოდუნების ჩემშვილთან ისე თუნდები ხანდახან მავიწყებ, რომ სახლში ბავშვია და იქ ხო ამას ვერ გააკეთებ. ეგ ხო გამორიცხულია. თვალებიც კი დაღლილი მაქვს ხოლმე, აი ისე უხურებ. რამე არ გამომეპარს. სამსახური ეგ არის, ჩემი არჩევანი ეგ არის. ასე რომ გემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ მიყურებთ. ვინ სხვის სახლთან, სხვის ტერიტორიებზე, სხვის კართან ნაგავს ყრით, თქვენ ხართ ნაგვები. დილამშვიდობის ნაგვებო. ესე და ჩავიცვი. დიდად არ უხდება ესე და ამას, იმიტომ რომ ეს მკვეთრია სამისფერი, ამასაც დეტალები აქვს. მაგრამ ცუდად არ მგონია იყოს და თან პიჯაკში დამცხებოდა. ამიტომ
დღეს დღეს გადაღებული ვერ იქნება, იმიტომ რომ გუშინ არაფერი გადამიღე, ისეთ განწყობაზე ვიყავი. ხო და დღეს დაიდება დღევანდელი ვლოგი. მე რაღაცა ძალიან შიგნიდან მზებავს. და იმისა რომ ისეთ მზია. შიგნიდან პეპლები დაფრინავენ. სტახასიათზე მოვედი. ეს სწორად რო ავიწოდე და ნორმალური შედეგი მქონდა, რაღაცა ხასიათი გამომიკეთდა. თორე ჩვენ ქვეყანაში იმდენი ცუდი ხდება ხასიათზე რა მოიყვას ადამიანს, გიხოცებ გიჟი უნდა იყო. მაგრამ ცხოვრება გრძელდება. მაინც სინავ გოგოებო თუ მჯეროდეს რომ სახლში ვარ დედას გეფიცებით მარიამის სიცოცხლეს გეფიცებით ანუ ვაგზალზე ვიდექით ალბათ თითქმის არასრული 1 საათი რავი აღარაფერი იყო ისე დავიღალე ძლივს მივახწე ბავშვამდე ხალხო ძლივს არ შემიძლია ეს მაწუხებს ახლა ილი დაღლილი ვარ აი ეს არ შემიძლია რომ მაწუხებს ნერვი არ მაქვს ვინც არცით გეტყვით ვაგზალზე ეგრეთ წოდებული პერიხადნოისთან ცოტნე დადიანის გაყოლებაზე ჩამოინგრა კორპუსი რაღაც ნაწილი მოკლეს ჩავიდა მთლიანად ესე იგი იმაში რა ქვია ავერსის აფთიაქში და საერთოდ გადაკეტილი ანუ გზა ხო გადაკეტილია და ეგ მიმდებარე ფარმადეპო ისა რაც კი ახლომახლო იყო ყველაფერი დალუქეს შესვლა არ შეიძლება რა თქმა უნდა ავარიულია ხო და დღეს საუბრობდნენ სხვათა შორის ანუ არავინ არაფერს არ აკეთებს მე კაცო ესე როგორ უნდა იყოს ახლა კორპუს მაგიე ექვემდებარა რომ დემონტაჟს თორე ანუ ხო და იღაც კაცი საუბრობდა რომ როგორ გააკეთებენო დემონტაჟსო იქ ორი მაცხოვრებელი არის უარზეო ანუ მე არ მეგონა თუ ამ შემთხვევაში შეეძლო თუ არის თქმა ადამიანებს იმას ვერ ანალიზებენ სამწუხაროდ რომ სადაც ის ჩავარდა ისიც მიყვება მალე იმიტომ რომ ძალიან ავარიულია და ფაქტობრივად სასწრაფო დემონტაჟს ექვემდებარებაო ხო და მოკლედ აქ ჭიდილი მიდის რომ რამენაირად ესე იგი გამოასახლონ ის ადამიანები იმიტომ რომ სასწრაფოდ მოხდეს ამ ყოლაფრის რაღაცნაირად თავის მობმა და დაწყება მე ახალი კორპუსი რა ვიცი აბა როდის იქნება და რა იქნება გზა არის გადაკეტილი მთელი ტრანსპორტი დადის ჩემი ქუჩით დაბლა ქუჩით იმის დაბლა ქუჩით და ფაქტობრივად ანუ მთელი იმხელა ტერიტორია გადაკეტილი ხალხო რომ აი პარალიზებულია ნახევარი ქალაქი ჩათვალეთ ესეთი ამბავი სახი გამძვრა ისე ვარ ხო და არ ვიცი ხა რას ფიქრობენ ეს ადამიანები და როდემდე ფიქრობენ რომ უარი თქვა და არა და არ გავიდნენ სიმართლე გითხრათ არ ვიცი იმიტომ რომ მე მგონია რომ ამ დროს უარის თქმა როცა ფაქტობრივად გადახსნილია მთელი შენობა და მიხვდე რომ სხვა გზა არ არის საჭმელს ამოურიოთ მარიკოს დაეცინა და მოდი ცოტა ვიჭორაოთ სულ გაღვართული ვარ სახეზე კი მეტყობა აწითლებული რაღაცები გავაკეთე და საშინლად დამცხა მინდა ერთ თემას შევეხო ეს არის სცენა სპექტაკლი რომელიც დაუდგამს ბასაძეს თუ არ ვცდები და მეტი არ ვცდები შემთხვევით წავაწყდი Facebook-ზე ჩემ ჯგუფს ხოდა გაზიარებული მსგავსი სიბილწე პირადად მე ადამიანს რომელმაც ფაქტობრივად ვბერდების სცენაზე მსგავსი არ გამიგია არაფერი
რა დონის უწმაწური სიტყვები იყო ტექსტში, რომელსაც ვინმე მამაკაცი განასახიერებდა რაღაც ერთ-ერთ პერსონაჟს, არ ვიცი. მე ვკითხი რა მართლა, აი, არ ვიცი, ხალხო რამდენი წელია სცენაზე ვდგავ, რა მსგავსი, რამე არ გამიგია არსად. მე მასწავლიდნენ, რომ სცენას უნდა ვცეთ პატივი. და სცენა არის, რავი, ჩემთვის ერთ-ერთი რაღაცა წმინდა ადგილი, რომელთა შეხებაც არის ძალიან დიდი პატივი პირადად ჩემთვის. და ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია ასეთი, ვისთვისაც ძალიან დიდი პატივია და ისეთ ადამიანებთან მიმუშავია მე და ისეთ რეჟისორებთან მართლა, ნუ არ ვიცი რა. სასწაულ ადამიანებთან ადამიანობას თავი დაანებეთ და პიროვნებას თავი დავანებოთ, სასწაული რეჟისურა რო აქვს და გამოტენილი რო აქვს თავი ერთი წუთი გქონდა ისეთი რეჟისორები რო არიან, რა ვიცი, შალუტაშვილი, სოსო ნემსაძე, ლია სულუაშვილი, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალ, უკვე ძალიან ბევრი. მე არ ვიცი რა სპექტაკლი იყო და არც მაინტერესებს, ესე ძალიან ჩავეციო. ჩემთვის იყო ერთი ფაქტი. მარტო ის ფაქტი, რასაც ვყურე იმ ხელა სცენაში. რამდენად უწმაწური, ვაიმე ღმერთო. უბრალოდ ვერც დავდებ დამებლოკება. YouTube-ი, ამიტომ რა თქმა უნდა, კადრებს მე ვერ დავდებ. არ მოგესმიოთ მსგავსი არაფერი. ოღონდ, ანუ ნახეთ იცით როგორ იყო რაღაცა სისხნარევი რაღაცნაირი ფრაზები რო ახო ხდებით რა. იმდენად უწმაწური, ხა ბოტიში ვერ გავიმეორებ ნამდვილად. სცენაზე ყველაფერი მოსულა. ესეა. ამას ვერ გავიქცევით, როგორც ფილმში. მაგრამ ყველაფერი მოსულას მიღმა კიდევ არის კითხვის ნიშანი, რა მოსულა. იმ ყველაფერი რა შედის. ადამიანები, რომლებიც მე მასწავლიდნენ, მსგავსი არაფერი არ უსწავლებიათ. ძალიან დიდი ადამიანები მასწავლიდნენ უნივერსიტეტში. მსგავსი რამ არავის არ უსწავლებია, რომ ყველაფერი მოსულა, მათ შორის აი ეს აღვირახსენილი სიტყვების ბაქაბუქი, იმიტომ რომ უკვე ისეთ ლეველზე ვართ, რომ აი რავი. არა. გავგნებული ვიყავი. მეთქი, ხო არ მეშლება რა, მეთქი, კიდევ ვუყურე, რამდენჯერმე ვუყურე, რომ გამეაზრებინა ამ მონოლოგში ეს ადამიანი რამდენად, ესა თქმა უნდა, ხა მსახიობის იმაზე არ არის, შეურაცხყოფაზე არ ვსაუბრობ, მე აქ რა თქმა უნდა. აქ ვსაუბრობ რეჟისორზე, სცენარისტზე, რომელიც ამ ყველაფერზე მუშაობს. მე არ ვიცი რა სპექტაკლი იყო, რა სასახიერები, ესე რა ხდებოდა, მაგრამ ერთ რამესში, აი, დავრწმუნდი, რომ ფილმებშიც ბოლო პერიოდში გაიხსენეთ ჩემი ცოლის და ქალები, აი, უკვე 3 სეზონი დაიხურებოდა რაღაცა გარკვეული პერიოდი. სულ იყო გინება, სულ ბილდსიტყვაობა, ანუ ბილდსიტყვების გარეშე უკვე სცენა აღარ იყო, კადრი აღარ იყო. ადამიანები უკვე ვეღარ გადმოსცემენ სხვა სიტყვებით თავის ემოციებს და ძალიან მარტივია გინებით, დედის ტრიალით და რაღაცა აცვენილი სიტყვებით, თუნდაც ფილმში თამაში, თუნდაც ძალიან მარტივია მოკლედ ეს ყველაფერი. ბევრად ვიდრე შენი სიტყვებით გამოხატო ის ემოცია, რატომ აკეთებენ ამას რეჟისორები, ჩემთვის წარმოუდგენელი ხალხო. გავიგე დაუშვათ თუნდაც სერიალში ერთი სერიის მანძილზე 3 ჯერ იყოს რაღაცა ბილდსიტყვაობა, ყველა კადრში, ანუ ამას რზენი იყო უკვე ბოლო პერიოდში. თქვენ იცით ხა ჩემი ცოლის და ქალები ძალიან აქტიური იყო, ძალიან თემატური იყო და ასევე ბილდსიტყვაობაც თემატური იყო, იმიტომ რომ ეს ხდება. მაგრამ მოდი ჩვენ რო ხდება რაღაცა დონემდე მივაწოდოთ და აი ამ ხელას ნუ მივაწვით, იმიტომ რომ ჩვენ პატარები გვიყურებენ. ეს უნდა გავიაზროთ, ჩვენ რა კონტინგენტი გვიყურებს. პატარა ბავშვები, რომელსაც გიშდებიან ჩემი ცოლის და ქალებზე უსმენენ საშინელ სიტყვების კორიანტელს,
რაც ხდებოდა. ასევე სცენაზე ძალიან ბევრ მშობელს დაყავს მცირეწლოვანი შვილი და წარმოდგენაც არ მაქვს ვინმე თუ ზის ახლა დარბაზში იჯდა და უყურებდა იმ ამაზრზენ სცენას, რა სცენის დროსაც ის მამაკაცი ნუ რას სიტყვებს იძახდა წარმოუდგენელი. კატეგორიულად ვერ მიჩნევი აი ამ საოცარ ადგილას მსგავსი ტექსტებით საუბარს. ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს. ჩემთვის ხელოვნება არის თავისუფალი, მაგრამ ეს არ არის თავისუფლება. სცენაზე სადაც ამ დონის აღურახსნილი საუბარია და მეტი არაფერი, ჩემთვის აღარაფერს აღარ აქვს მერე მნიშვნელობა, ჩემთვის ეგ არ არის ხელოვნება. ჩემთვის ვერასოდეს ვერ იქნება ეგ ხელოვნება. შენ თუ კი შენს მსახიობს ვერ ჩაუგდებ აი აქ როგორ გადმოსცეს თავისი ემოცია, შენ თუ შენ მსახიობს სიტყვებით ბოდიში მირეკავენ. სადაც ირღვევა ყველა სივრცე თავისუფლების, იქ არის ყველაზე დიდი შეზღუდვა, ყველაზე დიდი კომპლექსები. მქონდა შემთხვევა, როცა შემოთავაზეს როლი, სადაც ძალიან შიშველ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყავი. წლების წინ მაქვს ძალიან მრავალი წლის წინ ამბავს გიყვებით ახლა ფილმში და მე ვთქვი უარი. მით უფრო რომ მაშინ არანაირი პრობლემა არ მქონდა, არც წონის და არც უიდე და ხელი რამ ხელა მაქვს თუ ფეხი. და არაჩვეულებრივი შანსი იყო პოპულარობის. ძალიან ბევრი წლის წინ. იმ პერიოდში გამიჩნდა პროტესტი, რომ არ მინდოდა, ბოდიში თან რაღაც მესიჯი მომივიდა ისეთ სასწრაფო გადავიკითხე, არ მინდოდა გახდით ყოფილიყავი პოპულარული. რო ვკითხე რაზე იყო საუბარი, ისეთი არაფერი მოკლედ, მთავარი აქცენტი იყო გახდა და ჩემთვის ეს არაფერს არ ნიშნავდა. რა თქმა უნდა, ფილმში ასეთი სცენები ძალიან მომწონს, ძალიან ესთეტიური და თუ კი ესთეტიურია. და გაჩვენე რა სცენა და სადაც რა ხდება იმ ფილმში. მაგრამ გავიხადე და რაღაცა გარბენით ჩანვარ კადრში გახდილი, იმიტომ რომ გახდილი ვიღაცა სჭირდებოდა ეხლა რომ კადრში მსახიობი ყოფილიყო. არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი და არც არანაირი სურვილი არ გამაჩნდა. მით უფრო იმ პერიოდში რაღაცნაირად რამდენიმემ გაიხადა და იყო ბუმი და აუ ყველა იცნობდა და ყველა ვიცოდით ვინ იყო და ძალიან მარტივი იყო მაშინ ჩემი კარიერის აგორება. მაგრამ თქვი უარი და აბსოლუტურად ახლა რო ვფიქრობ, საერთოდ არ ვნანობ ამას, რომ უარი თქვი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა კაცმარიცი სად ვიქნებოდი, ყოველ შემთხვევაში ამ საფეხურზე ალბათ არ სადაც ახლა ვარ. და უფრო რაღაცა სხვა მიმართულებით ვიქნებოდი, თორე ახლა არ ვარ ცუდად გიყავს. ეს არის ნუნუ ხეთერელი, რომელიც მასწავლიდა მეტყველებას. მისი მთელი არსებით იყო თავის საქმის ჩართული. ნუნუ ხეთერელი ერთ-ერთი ჰაი კლასის პროფესიონალზე მაქვს საუბარი, რომელიც მე არ ვიცი უბრალოდ აი დუდი ჭუდა ყოფილიყავ, რომ თავში არ ჩაედო ყველაფერი. სასწავლი. და იმდენად წმინდა იყო მისთვის ეს ყველაფერი და სცენა მისთვის იმდენად სხვა რამე იყო, რომ ახლა რო ნახოს ის კადრები, ის ამაზრზენი კადრები, რაც მე ვნახე, ალბათ გული გაუსკდებოდა, რომ ანუ რასაც რა დაიმგვანა ქართული თეატრი, მოდი პირდაპირ ვთქვათ. რას დაამგვანეს ბოდიში ქართული თეატრი. იმაზე აღარ ვსაუბრობ, როგორ იღებენ მსახიობებს. ძალიან არ დავწმომანდები,
მაგრამ შენ ჩემიანი ხარ, ის იმისიანია და მოდი ძმა ეს ჩემიანი მოვა და მიიღე და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი წელია უკვე ასე ხდება და რაღაცნაირად დაუფასებლობის შეგრძნება მაქვს, რაღაცნაირად შეგრძნება მაქვს იმის, რომ გამომიყენეს იმ გარემოცვამ, რომ ვიღაცა ვიღაცით მივიდა და მე ვერ არავინ არ მყავდა. მიუხედავად იმისა, მე ძალიან ბევრი წელი წინ მიარე სცენაზე, რაც შეეხება. უბრალოდ მე წამოვედი, მე აქ ვიყავი, მე რაღაცა აღარ მომიდა, რაღაცა ვეღარ გავიგე, რაღაცას ვერ შევეწყე და ასე შემდეგ. თორე ახალ სცენაზე ვიდგებოდი, რაც შეეხება თეატრის სცენას. თორე ახალ სცენაზე ვარ, ოღონდ ჩემ პატარებთან ერთად. აი ახლა რაც მე ვიცი, ვცდილობ, რომ ჩავუდო და გადავცე ჩემს პატარებს, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყვნენ საერთოდ გონზე რა ხდება. იცოდნენ ელემენტარული და ელემენტარული კი არა, იმდენად ბევრ ამას ვცდილობთ, რომ ავუხსნათ, ვაჩვენოთ. ყველა კუთხე ჩემ სფეროზე მაქვს ამ შემთხვევაში საუბარი, თორე ზოგადად ისეთ ძალიან ბევრ რაღაცას არიან ბავშვები შეჭიდებულები, რაც ძალიან მომწყოს, იმიტომ რომ თამაშის მიღმაც უნდა ხდებოდეს რაღაცების საინტერესო ბავშვისათვის და ძალიან ბევრი რამე ხდება ჩვენთან საინტერესო. და ვფიქრობ, ამიტომაც არის ჩვენი ბაღი 100, 200, 300, 400 და 500 და უფრო მეტი ღირს. იმიტომ რომ ძალიან დიდი და ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული მათ ჩამოყალიბებაში და ძალიან ბევრი აუარება ადამიანების, რომლებიც არიან ძალიან ცამდე მადლიერი და მადლობა, რომ ასეთ შვილებს ზრდით ხალხო. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის თაობები, რომლებსაც ვკიდებთ ხელს, როგორი თაობაც მოდის. არ მომწონს, როცა ლანძღავენ ამ თაობას, არ მომწონს უკაცრავად. წინა თაობები, როგორ ნარკოტიკში ჩამპალები ხართ, ხო არ დაგავიწყდათ ბუდიში, ოჯახში ორი ნარკომანი მაინც რო ყავდათ. ამიტომ არანაირი უფლება არ გაქვთ და არ გვაქვს ეს თაობა ვლანძღოთ, რომლებიც სხვათა შორის ორიენტირებულები არიან სამსახურზე, განათლებაზე, მოგზაურობაზე, განვითარებაზე და ასე შემდეგ. და ეხლა ათაშერთი თუ გამოერევა პულელი ნაძირალა, იმ თაობაშიც ბრძანდებოდით, ბატონო, ეგეთები. ასე რომ ყველას გადავუვლით, იმიტომ რომ უი ბიჭი საყურე უკეთია, მეზრა კაცია. ძალიან ბევრი მაგარი კაცი მინახავს საყურით. ძალიან მაგარი. თავის საქმეში შემდგარი, პროფესიონალი, ჩამოყალიბებული, კულტურული, რომელსაც იზის ადამიანის პატივისცემა, ქალის პატივისცემა, ამიტომ საყურით, ბეჭდით, რაღაცებით არ შეიძლება ადამიანის განსაზღვრა. ისევე როგორც მე ქალის სიგარეტს ეწვეხავ, ეგეთ ქალს სახლში შემოვუშვებ. ეგეთი ბნელი აზროვნება კიდევ ალბათ არსებობს დიდი ალბათობით და მე გამიგე პრინციპში ჯერ ისევ ეგეთი ბნელი აზროვნება ჩემთვის ბნელია, იმიტომ რომ სიგარეტი არის მაგნეჩვევა და სიგარეტი არ ნიშნავს უკაცრავად ბოზობას. ამას როდის მივხვდებით, ვინც ვერ მიხვდა, ვერ კეთყვით, მაგრამ მიხარია, ვინც მიხვდა, ალბათ იმათვის უკვე გასაგებია, მაგრამ ვინც ახლაც ვერ ხვდება, ეს ძალიან რთულია. ნიკოტინი კლავს, ყველა ვიცით, ნიკოტინი რომ არ არის კარგი, ყველა ვიცით, რომ მავნებელი არა მხოლოდ მამაკაცისათვის, არამედ ქალისათვის, პატარა ბავშვისათვის, თუ რა ვიცი, კატამაც რომ მოწიოს იმისთვისაც უდია და ძაღლმაც. ზოგადად ნიკოტინი კლავს. მოწი და მოვკვდი არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ჯანმრთელობას ანგრევს და ეს ყველა ძალიან კარგად ვიცით. საიდანაც წავედი, მაგრამ რაღაცნაირად თემებზე გადავედი და მოუწია ესე რა და საბოლოო ჯამში მithქმა მინდა, რომ რას დაემგვანა ჩვენი კინემატოგრაფია, რას დაემგვანა ჩვენი შევთხოვდით კინემატოგრაფია არ გვაქვს. ხო, ფეხს ვიკიდებთ, ვცდილობთ, რა იქნება ვერ გეტყვით, მაგრამ ჯერჯერობით არ ვართ მოკლედ. ყველგან სერიალში ერთი და იგივე სახეებს ვხედავთ, ფილმებში ყველგან ერთი და იგივე სახეებს, უკვე აღარც არის საჭირო რამე ფილმის ნახვა, პირდაპირ გეტყვით ვინ რას როგორ თამაშობს, იმიტომ რომ უკვე ერთი და იგივე სასტავი ტრიალებს, როგორც მაგალითად ტელევიზიაში გადაცემის წამყვანები, აი დააკვირდით ყველა გადაცემის წამყვანი თუ ზიზა, არის აქ.
ანუ ახალი სახეების რაღაცა მიღებლობის პრობლემა აქვს ადამიანებს რა. ალბათ ურჩევნიათ, რომ ხარუდის იმას ასწავლენ ახალ კადრს ბარემ გამოცდილი იმ საქმეში აიყვანონ და სხვასაც უნდა მიეცეს, ხო, შანსი ხო და გაიგოს კაცო ისწავლოს და იქნებ ძალიან მაგარი პროფესიონალი დადგეს და ძალიან კარგი წამყვანი დადგეს. ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ჟურნალისტიკა არის ფსკერზე ჩემი აზრით, იმიტომ რომ მაქსიმუმ საინფორმაციო წამყვანად თუ იმუშავებ და გარე რეპორტიორად და დანარჩენები ისედაც მსახიობების ხედან, ვიღაცა ბალერინების ხედან, კულინარების ხედან და ასე შემდეგ. სხვადასხვა გადაცემის წამყვანებად, ამიტომ ფაქტობრივად ამ კუთხით ჟურნალისტიკა დახურულია და ხა იმ საინფორმაციოს კიდე რამდენი წაიყვანს ხალხო, ამდენი ადამიანი ამთავრებს ხო წარმოგიდგენთ. ასეა. ძალიან ცუდი სიტუაცია მოკლედ. ძალიან გაბრაზებული ვარ ესეთ კადრებს უყურე, რომ ეხლა შოკირებული ვარ უბრალოდ. ეს რა ვნახე, ეს რა იკადრეს, ეს რა აკადრეს თეატრს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მე ადამიანს რომელსაც არაფერი არ მიგურს დედამიწაზე. ჩემთვის მიუღებელია სცენაზე. ამდაგვარი რაღაცები შევიგინი არ არის მიუღებელი. ის არის მიუღებელი მე რაც მოვისმინე. ის ამ სიგრძე და რო აღარ დასრულდა ტექსტი, ახლა რა ხსნილობის და აი ახლა იმედი და ღმერთო ეს რა გავიგე. ეს რა მოვისმინე პროსტა ეს რა აი ეს არ არის ხელოვნება. ჩემთვის. არც ის არ არის ხელოვნება, თუნდაც ჩემი ცოლის აქალებში ყველა პერსონაჟს ვაგინებინებდნენ. ბოლო სეზონები რო იყო. აი ეს ჩიკა სასტავი რო შემოემატა უკვე. არ იყო საინტერესო. ბოლოს კი აღარც ვიყურებდი, იმიტომ რომ ნუ აი უკვე ეს მომაბეზრებული იყო, მომაბეზრებელი იყო ეს ერთი და იგივე გინება, რომ ჩემს უკვე საინტერესო აღარ იყო და ამას მე აღარც ვიყურებდი. და იმ თაობას ვინც უყურებდა პატარა თაობა და რას ისმენდნენ. ანუ რა ვიცი აბა, რაღაცებს ხო დავფიქრდეთ, არ არის სწორი რა. ქართული თეატრის განვითარებას ჩვენ თუ დედის გინების და აღურახსნილობის სიტყვებით გამოხატვაში ვპოულობთ, კარგად ვერ გვქონია საქმე, თორე მსახიობი ვარ და ძალიან კარგად ვიცი რა შეიძლება სცენაზე და რა არ შეიძლება. მოსულა კი ბილსიტყვაობა. არა, ის რაც მოვისმინე არ მოსულა. გემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ იყურეთ. ყველას უხმესი მადლობა, ჩემი არხი იზრდება და ჩემი გულიც ნათდება და ნათდება. სხვათაშორის ერთ რამეს დავაკვირდი, არ ვიცი რამდენად არა მგონია მომლანდებოდა. ესე კი მოგოებო თუ წინა დღეს არის გადაღებული ვიდეო, ეს პერიოდი ხო ეგრევდებდი, ეგრე მაწყობდა რა. თუ წინა დღეს არის გადაღებული ვამონტაჟებ და მეორე დღეს ვდებ აქ ცოტა ნახვა და თუ იმ დღეს გადაღებული იმ დღეს ვედავდი აქვს ხოლმე კარგი ნახვები და რა ხდება მართლა ვერ გავიგე. არ ვიცი, გონზიარ ვარ. წავალ ახლა 10 წუთი დავისვენებ. დავამონტაჟებ ვიდეოს, მე სანამ დამუშავდება უნდა 40 წუთი მაინც მე სანამ დაიდება კიდე ერთი 40 და კაცმა არ იცის როდის დაიდება. კარგით, დროებით.